საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ყავს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საზოგადოებას ის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და პირველმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა წარუდგინეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის წარდგენის დეტალებზე პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა თიკა წერეთელი ისაუბრებს. მოგესალმებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უკვე ახალი მინისტრი ყავს, ის გახლავთ არქიტექტორი რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძე. ამ თანამდებობაზე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, კიდევ რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა კულტურის სამინისტროში არჩევანი მაინც საბოლოოდ მერაბ ბოჭოიძეზე შეჩერდა. ამ დეტალებზე უკვე ამ საკითხზე უფრო დეტალურად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი გურამ ოდიშარია ისაუბრებს. ბატონო გურამ, რატომ შეჩერდა არჩევანი მერაბ ბოჭოიძეზე? ჩვენ რამდენიმე კანდიდატურა გვყავდა, ძალიან ღირსეული ადამიანები არიან, ძალიან კარგი სპეციალისტები და შევეცადეთ, რომ მათ შორის საუკეთესო შეგვერჩია. რა თქმა უნდა, მე არ ვღებულობ მარტო მე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად და ჩემს მოადგილეებთან, ასევე შევალთა საბჭოსთან ერთად. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს საბჭო, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. შევარჩიეთ ბატონი მერაბი, იმიტომ რომ მას აქვს დიდი გამოცდილება უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ის არის იკომოსის თავმჯდომარე ხელმძღვანელი საქართველოში და ეს ორგანიზაცია იკომოსი გამოირჩევა საუკეთესო საუცხოო სპეციალისტებით. ის ძალიან მკაცრია შეფასებაში, ძალიან მკაცრია რესტავრაციის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამოწმებს ასევე მკაცრად ყველა იმ ეტაპს და იმ დროს, რა დროშიც ხდება ეს სამუშაოები მთელ მსოფლიოში ასევე. იუნესკო ძირითადად ეხმობა მათ დასკვნებს. გარდა ამისა, ბატონმა მერაბმა წარმოგვიდგინა ჩვენ კონცეფცია, გვესაუბრა დიდხანს თუ რას ფიქრობს, რა შეუძლია გააკეთოს რაცი, რისი გამოსწორება მისი აზრით აუცილებელი, რა გაკეთოს და კარგი. ხვალის წარსდგება სააგენტოს თანამშრომლების წინაშე, დაახლოებით ალბათ პირველ საათზე და უკვე ექნება დიალოგი მათთან, საუბარი და შემდეგ ჩვენი სურვილია, ჩვენ პირადად ასევე სურვილია, მან ყველაფერი ეს შეაფასოს ბოლო პერიოდის ნამოღვაწარი სააგენტოსი, სადაც ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და ძალიან ბევრი საქმე გაუკეთებიათ. ძალიან დიდი მადლობა. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენთან პირდაპირ ეთერში საუბრობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი გურამ ოდიშარია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყავს ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ არქიტექტორი რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძე. მე შეგახსენებთ, რომ ამ თანამდებობაზე 2008 წლიდან ამ დრომდე იმყოფებოდა ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინ გადადგომის მიზეზად კულტურის მინისტრმა დაასახელა განსხვავებული ხედვა და ეს განსხვავებული ხედვა პირველ რიგში დაკავშირებული იყო ბაგრატის ტაძართან. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში თიკა წერეთელი საუბრობდა და გამოშვების